მე ვარ თამუნა მამადაშვილი, ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი, კოუჩი და პიროვნული განვითარების ტრენერი. კონკრეტულად ჯგუფურ თერაპიებზე, რომელიც გასვლით რიტრიტებზე, შენი დანიშნულება, შენ მოვალეობაში რა შედის? როგორც ორგანიზება, ასევე ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ახსნა თუ რა ჯგუფზე მოდიან და ჩემს გუნდთან ერთად და ინდივიდუალურადაც მუშაობთ სხვადასხვა პიროვნული განვითარების თემებზე. გუნდში ვართ ვადიმ ბელკოვი, ანი ბარჯაძე, როგორც ერთიანი ერთობლივად მუშაობთ და ასევე ინდივიდუალურად. დღევანდელი გასვლითი ტურის თემა არის სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატება. ამ ცხოვრების სამი სფეროს დეფინიცია რო გააკეთო და მნიშვნელობა რო აგვიხსნა. რატომ შეირჩა მაინც და მაინც ეს სამი მიმართულება? ადამიანის კმაყოფილება, შინაგანი ბედნიერება ამ მიმართულებებზე დგას, ხო? თუ ვთქვათ, ადამიანი სავსეა სიყვარულით და პირველ რიგში საკუთარი თავისადმი სიყვარულით, იმიტომ რომ თუ სავსეა საკუთარ თავთან, მაშინ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ გააზიაროს სხვებთანაც. მაგ შემთხვევაში არის მხოლოდ ჯანსაღად დალაგებული. ამას მოყვება მერე ის, რომ ჯანმრთელია, იმიტომ რომ მისი ფიზიკური, მენტალური და ემოციური სფეროები დალაგებულია, დაბალანსებულად მუშაობს და ფსიქოსომატურად არ იქმნება ჯანმრთელობის პრობლემები. ანუ საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება ყველაფერი და წარმატება რას ნიშნავს? წარმატება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ბედნიერი, კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს, რეალიზებულია. შინაგანი ენერგია რაც გროვდება, იმის რეალიზებას აკეთებს იმ მიმართულებით, რომ აქვს მოტივაცია, ცხოვრების მიზანი ყოველდღე უხარია გაღვიძება. ძალიან რთულია იპოვო შენი ოცნების საქმე, ის რაც სიამოვნებას მოგიტანს პროცესში და ასევე მატერიალურ, ფინანსურ კეთილდღეობას. რა ტექნიკებით ეხმარებით ადამიანებს აღმოაჩინონ თავისი საქმე? ფულიც ხო ენერგიაა და არის იმის საპირწონე, რასაც ადამიანი გაცემს. როდესაც ადამიანი მუშაობს და არ აქვს თავისთვის დრო, არ აქვს იმის დრო, რომ თავის თავთან დარჩეს მარტო. და აქედან მიღებულ შემოსავალს, თქვათ, ხარჯავს ოჯახში, ბავშვებზე, მეუღლესთან და თავი ყავს ბოლო თავისთვის არ არის მოკლედ პირველი პრიორიტეტი. მაგ დროს ხდება გადაწვა, იმიტომ რომ ადამიანი აზრს ვერ ხედავს, რატო უნდა გამოიმუშაოს ეს ფული. აქედან სიამოვნებას ვერ იღებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ იმ ენერგიით, რასაც ხარჯავს სამსახურში, გამოიმუშავებს ფულს და ეს ფული უნდა დაიხარჯოს ასევე სიამოვნებაში. და რაც უფრო სიამოვნებით ხარჯავს, მით უფრო მრავლდება. რაც უფრო ასე ვთქვათ, შიშით ხარჯავს, რომ ხვალ აღარ იქნება. ესეც ხდება. მაგიტომ არიან ადამიანები, რომლებიც სულ დაძაბულები არიან ფულთან მიმართებაში და შესაბამისად, რამდენადაც სხეულით დაძაბულია, აი მაგალითად დააკვირდი, როცა ფულს იხდი, რაღაცა შენაძენს აკეთებ, რას გრძნობ სხეულში. დაიძაბე, შეიკარი, ასე ვთქვათ, შეიჭმუხნე თუ თავისუფლებას, ბედნიერებას, სიამოვნებას გრძნობ. რაც უფრო მეტ სიამოვნებას გრძნობ, შემოსავალი მეტია. დაუბრუნდეთ დღევანდელ თემას, მე გავიგე შენზე, რომ შინაგანი ბავშვის სპეციალისტიო და შინაგანი ბავშვი არის თანამედროვე ადამიანის ტრენდული ტერმინი, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად გვესმის, რომ ჩემი შინაგანი ბავშვს ვასიამოვნე, ჩემი შინაგანი ბავშვი ახლა ტირის და ამას საკმაოდ მოსდასრული ადამიანები ვამბობთ ხოლმე. რომ განგვიმარტო, რას ნიშნავს შინაგანი ბავშვი, რატომ უნდა ვუსმინოთ მას და რატომ უნდა ვიზრუნოთ მასზე? ვინ არის შინაგანი ბავშვი? შინაგანი ბავშვი არის 0-დან 3 წლამდე, მაქსიმუმ 5 წლამდე ჩვენი ნაწილი, რომელიც ყალიბდება ბავშვობაში
აი ამ ასაკში, 0-დან 3 წლამდე, რომელიც რჩება მთელი ცხოვრება ჩვენში და მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობა. ის არის რესურსი, საიდანაც მოდის სიცოცხლის ხალისი, ენერგია, სილაღე, სიცოცხლით ტკბობა. თუ ადამიანი კარგავს ამ ყველაფერს, ესე იგი კონტაქტი აქვს გაწყვეტილი შინაგან ბავშვთან. როგორც წესი, ბავშვი ასეთი იბადება, მაგრამ მერე სოციუმი, თქვათ, მშობლები, მასწავლებლები რაღაცა კონკრეტულ ჩარჩოებში სვამენ და მას ავიწყდება, რომ თავიდან როცა დაიბადა, მთელი სამყარო მისი იყო და ამ იმპულსით ცხოვრობდა. მერე იწყებს სხვებისთვის ცხოვრებას და ავიწყდება ენერგიის წყარო, რასთან კონტაქტის დროსაც იყო ისეთი ლაღი, ბედნიერი, უდარდელი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაბალანსებული როგორც შინაგანი ბავშვი, ისე ზრდასრული. ამ ორის ჰარმონიული ურთიერთქმედება გვაძლევს შინაგან სიმშვიდეს და ერთიანობის განცდას, სისავსის განცდას საკუთარ თავთან. იმიტომ რომ თუ კავშირი გაწყვეტილია ბავშვთან, ადამიანს აქვს დანაკლისის გრძნობა, სიცარიელის გრძნობა და ამ სიცარიელის შევსებას იწყებს გარედან. ეს არის დიდწილად მიზეზი იმისა, რომ იგი ხდება დამოკიდებული სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებზე, ეს იქნება ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამაშები, სხვა ადამიანი, რომელზეც ხდება დამოკიდებული და მისგან უნდა რომ მიიღოს ეს ენერგია, სიყვარული, სიმშვიდე და ასე შემდეგ. თუ შიგნით ხდება ამისი დალაგება, ადამიანს აღარ აქვს იმისი საჭიროება, რომ რამეზე ან ვინმეზე იყოს მიჯაჭვული. და უკვე შეუძლია რომ ჯანსაღი, ჰარმონიული ურთიერთობა ქონდეს მეორე ადამიანთან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იყოს ენერგიის გაცვლა. გეხმარება თუ არა მსგავსი გასვლითი რითრიცები მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლებაში და შინაგან ბავშვთან კავშირის აღდგენაში, რასაც ახლა ისაუბრე. დღეს ისეთი გრაფიკი გვაქვს ყველას, რომ აღარ ფრცალია საკუთარ თავთან დასარჩენად. ესეთ გასვლით, ასე ვთქვათ, ტრენინგებზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ საკუთარ თავთან დავრჩეთ მარტო, მოვუსმინოთ ჩვენ საჭიროებებს, მივცეთ ყველაფერი ის, რაც ჩვენ შინაგან ბავშვს ჭირდება. რამე ტექნიკას ხო არ გაუზიარებდი იმ მაყურებელს, რომელიც ვერ ახერხებს, ყველა ვერ ახერხებს ხოლმე ასეთ თერაპიებს და ესწროს და რომ ისეთი ტექნიკა, რომლის შესრულებას დამოუკიდებლადაც შეძლებენ. აი თუნდაც შინაგან ბავშვთან კავშირის აღდგენაზე. ყველაზე მარტივი ტექნიკა, რაც შეიძლება რომ ყოველდღიურად გამოვიყენოთ ნებისმიერ პირობაში, ეს შეიძლება იყოს, რომ დილით ან საღამოს დავჯდეთ მშვიდად, სადაც არავინ არ შეგვაწუხებს, ხელი დავიდოთ მზის წნულის მიდამოში და დავაკვირდეთ სუნთქვას. დავრჩეთ ჩვენს სუნთქვასთან და ვიგრძნოთ სხეული რას გრძნობს ამ დროს. რა იმპულსია სხეულში? დაძაბულობა, მოდუნება, ტკივილია და აქედან გამომდინარე დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა, რა მინდა, რისი გაკეთება მინდა, რა მჭირდება, რომ კარგად ვიყო. მე მგონი ახლა ჩემ შინაგან ბავშვს ტორტი უნდა და უშაქრო დიეტას დავარღვევ ალბათ. დღეს